დაახლოებით 12 წლის რო ვიყავი, ავიჩემე, რომ მინდოდა ძალიან ესეთი ფეხსაცმელები იზაბელა მარანტები, რომლებიც მიყიდა დედაჩემმა საბედნიეროდ და ძალიან არ მიხდებოდა. ქუსლი აქვს შიგნით ამ ფეხსაცმელს და ერთხელ მიურბოდი გადამიბრუნდა და მოკლედ ფატალურად დასრულდა ჩემი და იზაბელა მარანტების ურთიერთობა. და ერთ მშვენიერ დღეს ჩემი და გაიზარდა და დაიწყო დაძალება და დაჟინებული მოთხოვნა, რომ გვეყიდა ოჯახს იზაბელა მარანტები. ის არგუმენტი მითხრა ბავშვმა, რომ შენ რომ გეცვაო და მე მეცვა და ფოტომასალაც კი არსებობს, რომელიც ოდნოკლასნიკებზე მიდევს, როგორ მეცვა. ძალიან არ მიხდებოდა, მაგრამ მაგ დროს მეგონა, რომ ყველაზე ძალიან მიხდებოდა ამ სურათს გაჩვენებ და ეს ამ სურათს აქაც ჩავსვამ, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ მართამ თავისი გაიტანა და ახლა აცვია ფეხზე იზაბელა მარანტები. უკაცრავად, თქვენ მოგწონთ იზაბელა მარანტები? კი მომწონს, ნახეთ, ანუ სხვა რამე შენ ახლა რომ გარბოდი და სულ ამბობ რომ აი გადამიტრიალდა ფეხი და რომ ის აი ნახეთ ანუ ხო ხვდები რომ არ უნდა ირბინო მაგაში მე საჭიროთახში გავდივარ სკოლაში დაურბივარ და შევალ და კი მე ამე შევიძლია სირბილი ანუ მე არ შემეძლო და რატო დაურბოდი ხო? ანუ შენ დაურბოდი თავგუდმოგლიჯი რა ანუ ეს არის აი ესეთი ფეხსაცმელი ნაზი ცოტა ნაზად უნდა ირბინო მიხდი რა ნაზი როგორ უნდა ირბინო? რო იარო და რაღაც და აი ცოტა სპორტზე რო ხარ და რაღაც ის დროშებას თამაშობ და წეში ბურს და რაღაც აი აი ნაგიცვას და აი მანახე ანუ ყვაყოფილი ხარ ამ ფეხსაცმლის მაგრამ არ უნდა იხო აი ეგეთი თავისი მოხმარების წესი აქვს ამ ფეხსაცმელს თქვენ ყვაყოფილი ხარ ეს არ უნდა ჩაიცვო ანუ აი ხონა მიხვდე მაგრამ იპრანჭები ამით თავს იწონება ამით და ეხა მაგალითად ისეთი ის რო იყოს რომ ანუ სპორტი რომ აქვს არ ჩავიცმევ მაგ დღეს ეხლა გუშინ ჩავიცი სპორტი მქონდა არ გავგვიყვანეს მაინც მაგრამ იმიტომ ჩავიცი რომ ძალიან მინდა ჩასმა და ხო მაგრამ ანუ არც გაგვიყვანეს იმიტომ რომ თოვლი იყო მოყინული ძალიან დღეს ლამის იმ თოვლში წავიქეცი ოღონდ ყველა ეგრე იყო სრიალები ანუ იზაბელა მარანტის ბრალი არ იყო არა იცი როგორი მოყინულია იმენა აი ხოიცი აი ეს ხაზებია გასმული იატაკს მოკლედ მაინც მაჯობა მაგ არგუმენტით რა რომ შენ რო გეცვალ და მეთქი ხო მეცვა და კაი ჯანდაბას მე